დღეს ჩვენ ვიდეოში ნახავთ როგორ ისწავლის მოტოციკლეტის მართვას ქართველი ხალხი იგივე ლევან საგინაშვილი ცადე აბა როგორ ლადოს ბოდიში თუ უყურებს ამ ვიდეოს და სტრაფად არ გაუშვათ ეპერიას ნელა გაუშვი რა ნორმალური მომენტი მეგობრებო შეგიძლიათ პიტსტოპ აკადემიაში ძალიან ეს მოტოსფეროა მოგესალმებით. არხის გენერალური სპონსორია Total-ას. დღეს ვიმყოფებით პიტსტოპ აკადემიის ტერიტორიაზე, ალბათ ყველას გეცნობათ ეს ადგილი, ყველა დამწყები რაიდერის საყვარელი ადგილი, საიდანაც პირველ ნაბიჯებს ოცნების ადგილი, საიდანაც პირველ ნაბიჯებს დგავენ უკვე სამომავლოდ სახელოვანი რაიდერები, ხო ეგრეა ლადო. და ძალიან საინტერესო ვიდეოს შემოგთავაზებთ დღეს და რაღაცნაირად განსხვავებულს ჩვენი კონტენტისგან. დღეს ჩვენ ვიდეოში ნახავთ როგორ ისწავლის მოტოციკლეტის მართვას, აი ამ მონსტრის მართვას, როგორ ისწავლის მეორე ქართველი მონსტრი, ქართველი ხალხი, იგივე ლევან საგინაშვილი, ლევან საგინაშვილი, იგივე ქართველი ხალხი რა. ლევან თუ შეიძლება შემოგვიერთდე from Temu. როგორ ხარ ლევან პირველ რიგში? კარგად, თქვენ როგორ ახალ? და ნელა-ნელა. დღეს უნდა შეგასწავლოთ მოტოციკლეტის მართვა, ჯერ რა თქმა უნდა თეორიულად. იმიტომ რომ შეჯიბზე მივდივარ ახლა ერთ კვირაში და მე არ გავრისკო. კი, არა, არ გვიღირს ახლა არანაირად გარისკვა, შეჯიბს რომ მოიგებ. და ორ კვირაში უკვე გამარჯვებული რომ დაგვიბრუნდები, მე უკვე შეიძლება პრაქტიკულ მოტოციკლეტს. ვაჩუქებთ ამ მოტოციკლეტს. ხოლადო. ისე ამ მოტოციკლეტით შენ მაქსიმუმ რა ვიცი ოთახში თუ ვივლი თორე ამით სად უნდა იარო რა მაგრამ გაჩუქებთ არ არის პრობლემა უფრო პატარებით ყავს ისიც შეგვიძლია გადმოგცეთ როგორი შეგრძნება გაქვს ეს წინასწარ რო ანალიზებ რომ მოტოციკლეტზე უნდა დაჯდე ბავშვობაში სხვათა შორის ბიზნესს ყავდა იჟი დნეპრი ხო აი კალიასკა რო ქონდა ხო და კალიასკაში ვიჯაქი ხოლმე ძირითადად მაგრამ წინასწარ მოტორულით მიტარები ხო საჭირო წინ ბაკთან წინ მოსული ალბათ ხო იმის მერე ნუ არა მაგ გამოცდილება ერთხელ სადღაცა გავატარე აი რა მოტოციკლეტი ერთგული გავარტყი და მასთან რა ქვია კოფეინის ბიჟასთან ერთად მოტუზმაზე კოფეინის ბიჟაზე მოპედზე ვიჯექი დაში ანუ არა მაქვს რა გამოცდილება საერთოდ არა უშავს ამ ყველაფერს ჩვენ მივხედავთ და ისეთ სახელოვან ბაიკერად გაქცევთ რა ხო რა არის იცით ან მე რომ წონაში დიდი ვარ ანუ თან ჩემი ძირითადად წონა არის ზევით აი დავიწყოთ ერა მაგარი ეს არის ხო გორნი ეს არის გორნი კი შეგვიძლია ამით ავიდეთ რუსთავის გორების დაპატიჟებთ იქ შეგვიძლია დავტესტოთ ეს მოტოციკლეტი ცადე აბა როგორ ლადოს ბოდიში თუ უყურებს ამ ვიდეოს რაღაცა დავიწყე ოპა ეგარ სხვათა შორის გიხდება მე ვერაფერს ისევ ვხედავ აი უბრალოდ ცოტა უკან საბურავმა შეიძლება რაღაც პრეტენზიაზე დავაგელო ჩემი აზრით შენ რო ამ სტილზე დაიწყო ვარჯიში გიორგი ახელაძეს აჯობებ რა რა კარგია მე ეხა აგიხსნი მე რაღაცეებს ესე თეორიულად რა არის როგორ არის რა და მაგრამ პრინციპში მე რატო ავხსნა მე არ ავხსნი იმიტომ რომ კი რაღაცეები ვიცი მეც რომ ეს ის არის რა ქვია ცეპლენია და ეს გაზი მაგრამ ჩემზე უკეთესად ამ ყველაფერს აგიხსნის ამ საქმის პროფესიონალი პიტსტოპ აკადემიის დამაარსებელი და რა ვიცი კიდე ძალიან ბევრი ვინმე რამე არა ჯერჯერობით ისევ ლადო სუზუკი და ალბათ ვიდეო რო დაიდება ლადო სუზუკი აღარ იქნება და ლადო გუდაძე გთხოვთ ბატონო ლადო რომ მობრძანდეთ და დაგვეხმაროთ აი ამ ყველაფრის
სწავლაში. არა, მეგონი შეგვირო. 9 დღეა დარჩენილი და 9 დღეში დავბრუნები ლადო გუდაძეთ და მე აღარ მეკაი ვეღარ მეკაი. ნახოთ. შენელთ ეხელს არ შეგვიშლის. მეგონი მართლა გავუჩანჩი სამუდამოდ ეს. მეც ეგრე მგონია რა ვქნათ. აი, ზად ვართ, შევეროთ. როგორც ვიცი გამოცდილება გაქვს, დადიხარ მოტოციკლეტით ჩვეულებრივად. კი, ყოველდღიურად. ყოველდღიურად მაგით გადაადგილდეთ. გლოვოლზე მუშაობ ხოლმე. ვიძახებ ხოლმე და მოდი. ამჯდები თავის თქმით. შევეროთ, მოდი პირველი ცადოთ ჩაფუდის დაფარება. ეგ არის. აი ჰალკის ფერებში არის სხვათა შორის. ისე აქ რო იცოდეთ, ახლა ქართული ჰალკი და ქართული ბეტმენი ვდგავართ. ორივე. კი, მე Dark Knight-ი ცნობილი თვითონ რუსთავი გოთემიდან ვარ. მოდი დავждეთ აბა, პირველი რაც უნდა ვისწავლოთ, ეს არის მოტოციკლეტი. და აქ გვაქვს საჭე, მუხრუჭი, ცეპლენია, გაზი. всё. დღეს დღევანდელი გაკვეთილი დავამთავრეთ, ეს იყო დღევანდელი გაკვეთილი, დანარჩენი გაკვეთილზე გავაგრძელოთ. არა, ისე სხვათა შორის, ანუ მექანიკა, მანქანის მართვა, ანუ მექანიკა. ეგ ძალიან დაგიხმარება ზოგადად. ხო, ანუ ცოტა მოტოციკლეტს ცოტა ვერ შეგრძნებები იგივეა ცეპლენიასთან რა. შეგრძნებები არ იგივე, просто რასაც მანქანაზე აკეთებ ფეხით. ხო, ის ხელზე უნდა ეგ გადმოიქცე. ყველაფერი ხდება ზევით საჭესთან რა. ამ ყველაფრით აკეთებ რა. საჭესთან და ძალიან გაგებულა. ფეხებზე ცოტა მერე გადავალთ რა, ეს სიჩქარეებში გადართვა უკანა მოხრუჭა, ეგენი ცოტა მერე. თავიდან დასაწყებად რაც არის მნიშვნელოვანი არის კონუსის, ცეპლენიაზე ვართ ყველანი მიჩვეულები და მოდი ცეპლენიას ნელ-ნელა გაშვება ცეპლენიის, მოხრუჭი, წინა და გაზი. ეს არის რაც სტანდარტულად პირველი გაკვეთილისთვის, რასაც სწავლობთ ხოლმე. მაგის მერე უკვე ვიწყებთ ნელ-ნელა მოძრაობებს, კონუსებში სიარულს და მერე გადავდივართ უკვე სხვადასხვა სავარჯიშოებზეც. მოდი ავაცადოთ დაჯექი და ნახოთ რა გამოგვიყვება, აბა. სადგამი შევწიოთ პირველ რიგში, როგორც კი ჯდები, ეგრევე ოდნავ-იქით, ეგ არის. ეხლა ნახე რა ხდება. გვაქვს მოკლედ მუხრუჭი, წადე შენ თვითონ, გვაქვს ცეპლენია, წადე ეგეც და გვაქვს გაზის მიცემა. მიდი. ხო? ყველაფერი, აუ გაწყვიდა გაზის დროში. всё, კაი, ანუ მივხვდი ხო რა და როგორ არის. ეხლა ნახე. იმისთვის რომ პირველად რამე გამოგვივიდეს, ეგ არის გაზის მიცემა. აქ გვაქვს ცეპლენია, აქ გვაქვს მუხრუჭი. ჯანს გრძნობ ხო უკვე? ამდენი ხედის ძალა. 12 აქ ამას. შენ უფრო მეტი. აი ბავშვები რომ ველოსიპედზე კატალობას სწავლობენ ხოლმე ხო იცი? ანუ უფრო ლამაზი მომეც. ბაი, კი, გამო. ანუ ისა გიხდება. რატო? ჩემ ბაიკი. არ მოგწონს? არა. რატო გიხდება? გვაქვს ცეპლენია რომელია, აბა? ცეპლენიას? ეგ არის. ტორმუზი, მუხრუჭი, ეგ არის და გაზის მიცემა. ეგ არის. კაი, ზად ვართ რომ წავიდეთ? არა. მარჯვნივ. და ეხლა ნახე აქ და ქუქუს გელაკი, დააჭირეთ თხანს. ეგ არის. всё? ბენზინს ანთებს და გინდა ტოტალას უთხრა ჩაგისხათ? ვიტო, საშუალება არა გვაქვს ფიზიკა. მოგცემთ. აი, ფიქრე. მე რა. პატარა ხო არ არის ძალიან. გამო. აი ქარს გაჭრი. ოჩნა. დაპატარა. შეგრძნებები მოაქვს? კარგად მიეც გაზი. მაჯის გადაწევა ჯობია თუ გაზის გადაწევა ჯობია? სხვათა შორის მე მოპედზე რომ დავჯექი რომ ახსენ. ეს უფრო მძიმე ხელი მაქვს. ხო. სამჩებოდა ხოლმე გაზი. ხო, იმიტომ რომ შენთვის ეს ძალიან ოდნავი არის, რაც ცნობილობა ამას ძალიან დიდია და შენთვის რო ოდნავ არის, ამისთვის ძალიან ბევრი. ხო და ვეღარ ვაჩერებდი მე და ძალიან ბევრს. რა დავილეწე. ის ეგეთი რაღაცა. და ვერ მივხვდი რომ ჩებოდა გაზი. აუ სულ მქონდა რა. შეხურდა კიდე სხვათა შორის ხო არ გავასვეჭკინოთ? გინდა ბავშვი მოიცი. ეგრევე გავასვეჭკავთ სხვა. ძალიან სწრაფად არ გაუშვა ცეპლენიას, ნელა გაუშვი. ნელა. ვაიმე! არა, მე მართლა მოვალ და ვისწავლე. პირობას გვაძლევ? აი ჩემი ხეთ. დავიწყოთ ახლა პარება. ლადომ იდეალურად ახსნა, მე მგონი ყველაფერი. ვცადოთ და რავი, ვნახოთ როგორ აითვისე რა. და მე კიდე უფრო დავხვეწავთ. ჩაგდეს ჩქარში დავიწყეთ. აი, რა გიქცა? აი. და ცეპლენიას მოვჭერე და პირველში ჩავარდი.
იქ საცეპლენია? ჩავაგდე. აი, და? ძო, წავედ. მიდი. მიდი გიჭე. საცეპლენია გავუტანა. არ მიდის. ვერმანი ვერ გეერება. რავი, ეხლა რავი. რავი, ნორმალური მომენტი თუ დამძრას. ვერ ძრავს თო. ლადო მე არის მე არაფერს უარში არ ვარ გეფისები რა. მე არაფერს უარში არ ვარ. წადი და იმას მოთხოვ. მიდი მოთხოვე. მიდი. მეც ეგრე ვფიქრობ. არაფერი ავაგროვებს თუ შეიძლება. ავაგროვოთ დავწერს თან გარშ. ვინ დასცინე ხარ? მოდი აქ. აიმე. A few moments later. მეგობრებო, როგორც ხედავთ, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. ლევანმა ისწავლა მეტი აღარ ელაპარაკო, ჯობია აღარ. მიჭისა თუ შეიძლება. თქვენ რო გაგძებოთ. როგორ იყო პირველი გაყოფილი ხარ? მაყოფილი. როგორც შევთანხმდეთ მოტოციკლეთს? მე თვითონ გავაკეთებ. მოტოციკლებზე არ არის პრობლემა, ჩვენ ავანაზღაურებთ ამ ხარჯებს, ლადო შენ არის და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს. არ არის პრობლემა. მოვალ კიდე, მოვალ. აუცილებლად როცა შენ გინდა, როცა გენდობა მოდით მო. დაგვხდებით. ალბათ. როგორც ხედავთ მეგობრებო, შეგიძლიათ პიტსტოპ აკადემიაში ძალიან კარგად შეისწავლოთ მოტოციკლების მართვა. შეგიძლიათ მოხვიდეთ აქ და რა ვიცი კომენტარებში დაგვიწერეთ კიდევ ვის ვასწავლოთ მოტოციკლეთის ტარება ცოტა სუსტს თუ შეიძლება რომ დაგვიწეროთ. ლევან პირველ რიგში მადლობა შენ რომ გაგვილამაზე ეს დღე და სახეთ. მე მამუკასგან დიდი მადლობა ლადო გვერდში დგომისთვის. და რა ვიცი, თუ შეგიძლია ერთი ორი სიტყვით რო გითხრა რა შეგრძნებები იყო, როგორ მოგეწონა და კიდე თუ მოხვალ. შეგრძნებები ნუ რომ დავძრავ მე ალბათ მეტი მეცნება. თუმცა მაინტერესებს და კი პირობა დადო რომ კარჩო მოდის შემდეგ რა მითოდა რა სოდებინებს მას კარგად და ადამიანმა ყველაფრის ტარება უნდა იცოდეს. კი, და ისე მოგეწონება რომ აი წინა წერას გითხარი, მანქანისკენ აღარ გაიხედავ საერთოდ. კი, მეც რო უკეთესად სირბილი მესწავლა. ნამდვილად შევაშის რამე. ძალიან კარგი იქნებოდა, ძალიან კარგი იქნებოდა ნამდვილად რა. ჩვენ პირობა დავდეთ ლევანს უკეთესად და საფუძვლიანად შევასწავლით მოტოციკლეთის მართვას, მას შემდეგ რაც მეც გამოვჯამთელდები და ლევანსაც აგერ შეჯიბრი აქვს ორ კვირაში და გამარჯვებული დაგვიბრუნდება აუცილებლად. ლევან მე შენკენ ვარ ბოლომდე ვალეშკობთ, გულშემატკივრობთ ყველანი. რა ვიცი, ჩემი გვერდში დგომა თუ რამეში დაგჭირდეს არ მოგერიდოს. მე არაფერს ყველაფერზე ესე ვიზავ. აღარ შეგეწინააღმდეგებთ. წარმატებებს გისურვებ ლევან, ჩვენ შენი გჯერა. ჯერა შენი და ხალხს უყვარხარ, ძალიან უყვარხარ, მეც ძალიან მიყვარხარ. ჩვენი სიზიარე ვარ ლევანი რუსთაველების და რუსთაველებს კიდე უფრო ძალიან გვიყვარს. გვეიმედებ, გვიამაყები და კიდევ გიხილავთ აუცილებლად ამ არხზე, ჩვენ ვიდეოებში და რა ვიცი, დღეისათვის მეგობრებო, სულ ეს იყო. არ დაგვაუწყდეს არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, გადაზიარება და გავიხსენოთ ისიც, რომ ჩვენი არხის გენერალური სპონსორი არის ტოტალასი და მადლობა ტოტალას გვერდში დგომისთვის და იმ ხარჯების ანაზღაურებისთვის, რომელსაც რეაბილიტაციისთვის გამოგვიყოფენ. ხო? მე სხვა რამე შევხარჯოთ, მიგეიფოთ. მადლობა ლევან, კიდევ ერთხელ შენ დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. და თუ შეიძლება მაყურებელს უთხრათ, რომ გამოგვიწერონ, თორე გამოიწერეთ მოტოსმენოს არხი, ძალიან კარგი კონტენტები იქნება, წინ კიდე და სახალისო ვიდეოები, მოკლედ ამ არხზე რა მეც უყურებ ხოლმე და ძალიან მომწონს ხოლმე ერთობი ნამდვილად რა. რატო არ გაერთობით მე ვიკითხო თორე? ხოლმე უყურებ ხოლმეო. აი ხო. ხან და ხან. პრიმე და პროვოკატორი. ლევან შენც რო უთხრა თუ შეიძლება რომ გამოგვიწერო. კარგად დაკატო. თუ შეიძლება, თუ არ გინდა არ უთხრა. როგორც შენ გაგიხარ. გამოიწერეთ. აუცილებლად არხი და დალაიქეთ და მოდით ვისაც მოტოციკლზე ასე ვთქვათ მართვა, მოტოციკლის მართვა გინდათ რომ ისწავლოთ. ჩემი რეკომენდაცია ბიჭებსო.
ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. სანამ კამერას გათიშავ, სანამ კამერა ჩართულია უსაფრთხოდ ვარ და გათიშავამდე გავიქცევ. აბა კარგია, დროებით. აბა დროებით. კარგად. დავით. აგეხმარა რომ ჩვენ ვიდეოები ხონელა. სამსვარეთ ყოდი ერთ სიტყვით რამეს. მადლობა ყველას გულშემატკივრობას. ჯიგარი.